ხუჩა კვარაცხელია ამერიკის ნაკრებში. ტრამპის საქციელის მერე ამაზე მთელი ინტერნეტი ხუმრობს. რონალდუ დამარცხდა ესპანეთთან. ეს ლეგენდასთვის ბოლო შეხვედრა იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ქართველი ამასაც გამოეხმაურა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე. გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი უდინეზეში როგორ გამოეხმაურა ამ ყველაფერს Watford Observer-ი. ეს და სხვა სიახლეები დღევანდელ ვიდეოში. თუ გაინტერესებთ საფეხბურთო სიახლეები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს Watford Observer-ი გამოეხმაურა და ადამ დრურიმ ჩაკვას ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. 2024-25 წლების სეზონში, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძესთვის საუკეთესო იყო, საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხდენილი გარღვევის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მეტოქე გუნდების გულშემატკივრების მიერ Watford-ის მერვე ნომრის ქებადიდება ყოველკვირეულ ტრენდად იქცა. იყო მომენტები, როდესაც ჩაკვეტაძე გუნდს ზურგით ისე მიათრევდა, ჟოაო პედრო გვახსენდებოდა. Vicarage Road-ზე ჩაკვეტაძემ Oxford United-ი და West Bromwich-ი განსაკუთრებით შთამბეჭდავად დაშალა. როგორც კი ის თავისუფალ სივრცეში შეიჭრებოდა, მისი აყვანა და შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. 2025-26 წლების სეზონშიც კი, როდესაც ტერფის მოტეხილობის გამო ნოემბრამდე ვერ ითამაშა და მისი საუკეთესო ფორმა მხოლოდ ეპიზოდურად ვიხილეთ, იყო მომენტები, როდესაც ჩანდა, რომ მისი ერთადერთი პრობლემა თანაგუნდელების იმავე ტალღაზე არ ყოფნა გახლდათ. ჩაკვეტაძე მის მიერვე ზედმიწევნით ზუსტად შექმნილ თავისუფალ სივრცეში ბურთს ხშირად ითხოვდა და მეტოქის საჯარიმოსკენ მიმავალი გზა გონებაში უკვე დახაზული ჰქონდა, თუმცა მისი კოლეგები სხვა მიმართულებით უფრო ნაკლებად რისკიან პასებს აკეთებდნენ. ედ სტილი ამას მალევე მიხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოვალეობა იყო ჩაკვეტაძის პოტენციალის ბოლომდე გახსნა, ხოლო ფეხბურთელს თავისი ძველი ფორმა უნდა დაებრუნებინა. ჩაკვეტაძის მომდევნო კლუბი უდინეზეა. ტრანსფერი, რომელიც გულშემატკივრებში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოცო უბრალოდ თავის ერთ კლუბს აძლიერებს მეორეს დასუსტების ხარჯზე. ქაღალდზე ეს ასეა, თუმცა ეს გარიგება Watford-ს მეტად საჭირო ფინანსურ შევსებას მოუტანს და საშუალებას მისცემს სატრანსფერო გეგმებს ხორცის შეასხას. ჩაკვეტაძის ტრანსფერის ფასი არ საჯაროვდება, მაგრამ მულტიკლუბურ მოდელში პარტნიორ კლუბებს შორის მოთამაშეებით ვაჭრობა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და შესაძლოა Watford-მა ეს უფრო მეტადაც კი უნდა გამოიყენოს. ჩაკვეტაძის Watford-ული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ის მოედანზე ყველას მოენატრება, მაგრამ მისი გაშვების დრო სწორედ ახლა იყო. ახლა მთავარია, რას მოიმოქმედებს Watford-ი მიღებული თანხით. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებმა მიკელ მერინოს გამარჯვების გოლით პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ მედიასთან 41 წლის კრისტიანო რონალდუმ ისაუბრა. დღესაც სუფთა სინდისით მივდივარ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 3 ტიტული მოვიგე. კრისტიანო რონალდუმ და პორტუგალიას არც ერთი ჯილდო არ ქონდა მოპოვებული. კმაყოფილი ვარ ყველაზე დიდი ტიტული, რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც ჩემთვის გულწრფელად რომ თქვა ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატს. ვიმეორებ სუფთა სინდისით მივდივარ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე. ხვალ ახალი დღე იქნება და ცხოვრება გრძელდება. გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არ ვიღებ და არც ის მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაკეთებული საქმის ნაცვლად ყურადღება ჩემს პირად გადაწყვეტილებაზე გადავიტანო. რონალდუს ძალიან საინტერესო შეკითხვა დაუსვეს. რას ეთყოდით იმ ბიჭს, რომლის დებიუტიც 2006 წელს შედგა? ყოველთვის მაქსიმუმი გაიღე შენი ქვეყნისთვის და შენი ფერებისთვის, რადგან როდესაც დაასრულებ, უფრო მშვიდად იქნები იმის გამო, რომ ბოლომდე დაიხარჯე და ძალღონი არ დაგიშურავს. და განსაკუთრებით ეროვნულ ნაკრებში. ეროვნული ნაკრების სახელით თამაშისას განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. უკვე 23 წელია ამას უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებ და ეს ყოველთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა. დასასრული იყო ემოციებიც, თუმცა ასევე შვება და სუფთა სინდისი, რადგან მას, ვინც თავის მაქსიმუმს აკეთებს, საყვედურს ვერავინ ეტყვის. კვარაცხელია, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ბავშვობიდან რონალდუს გულშემატკივარია, საკუთარ ინსტაგრამ სტორიში რონალდუს ვიდეოს აზიარებს, რომლითაც ემშვიდობება ლეგენდას. იმის მერე, რაც დონალდ ტრამპის ერთი ზარის შემდეგ ფლორიან ბალოგუნს წითელი ბარათის დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, მედიაში არაერთი ხუმრობა გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით ხუჩა კვარაცხელია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაემატა
ემატება. ხუჩა კვარაცხელია დღეს საღამოს ბელგიის წინააღმდეგ აშშ სტარტს ჩაუტარებს. დონალდ ტრამპმა FIFA-ს განუცხადა, რომ ჯორჯია ამერიკის შტატია, ამიტომ მას თამაშის უფლება უნდა მიეცეს. და რა საკვირველია, მოთხოვნა FIFA-ს მიერ იყო დადასტურებული. წერს ერთ-ერთი გვერდი ხუმრობით. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი და ასევე ის, რომ კვარაცხელიას ხილვაგვინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველანი ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობაა და არანაირად არ არის შესაძლებელი. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი საფეხბურთო სიახლეებით. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.